მოდით, რაღაც გკითხოთ და მინდა, რომ ერთი წამით ნამდვილად დაფიქრდეთ. რა მოხდება თუ ცხოვრება, რომელსაც ახლა ცხოვრობთ, ბრძოლები, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, იმის განცდა, რომ რაც არ უნდა ეცადოთ, რაღაც ყოველთვის გიშლით ხელს, რა მოხდება თუ ეს ყველაფერი თქვენი ბრალი არ არის. და მე ამას ისე არ ვამბობ, რომ თავი დააღწიოთ პასუხისმგებლობას. მე ისე ვამბობ, რომ ერთდროულად ნამდვილად შეგაშინოთ და აღგაფრთოვანოთ. იმიტომ რომ ის, რაც მეცნიერებამ ბოლო საუკუნის განმავლობაში ჩუმად აღმოაჩინა, აკადემიური ნაშრომების ქვეშ დამარხული, ადამიანების უმეტესობა ვერასდროს წაიკითხავს, არის ის, რომ სამყარო ისე არ მუშაობს, როგორც თქვენი მშობლები გეუბნებოდნენ. ისე, როგორც თქვენი მასწავლებლები გასწავლიდნენ. ისე, როგორც საზოგადოება ასობით წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. და როგორც კი გაიგებთ იმას, რასაც ახლა თქვენთან ერთად გაგიზიარებთ, თქვენ ვეღარ შეძლებთ თქვენს ცხოვრებას ისე შეხედოთ. არ ვაჯარბებ. მინდა, რომ ასე ყოფილიყო, რადგან ამის ახსნა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. ასე რომ, დარჩით აქ. რადგან ჩვენ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ამას გრძნობს. ეს მშვიდი, შემაწუხებელი შეგრძნება, რომ რაღაც უფრო დიდი ხდება. თქვენ ვინმეზე ფიქრობთ და თქვენი ტელეფონი რეკავს და ეს ის ადამიანია. თქვენ რაღაცაზე ოცნებობთ და შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ ეს სინამდვილეში ხდება. თქვენ შედიხართ ოთახში და გრძნობთ ენერგიას, სანამ ერთი სიტყვაც კი ითქვამთ. ჩვენი უმეტესობა ამას უგულებელყოფს. ჩვენ მათ დამთხვევებს ვუწოდებთ. ჩვენ ვიცინით მათზე და ვაგრძელებთ. მაგრამ რა მოხდება, თუ ისინი არ არის დამთხვევები? რა მოხდება, თუ ისინი რეალობისთვის იმდენად ფუნდამენტური რამის მტკიცებულებაა, რომ თავად მეცნიერება თითქმის 100 წელია ცდილობს მის ახსნას? აი, სად იწყება ყველაფერი? დაგპირდებით, რომ ეს არ იქნება ფიზიკის ლექციად. მე 1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მეცნიერებმა უფრო და უფრო ღრმად დაიწყეს მატერიის ბუნების შესწავლა, მაგალითად, რისგან შედგება სინამდვილეში ნივთი მის უმცირეს დონეზე, მათ დაიწყეს ისეთი რაღაცების პოვნა, რაც აზრს მოკლებული იყო. ეს ცოტა უცნაურია, საზრი არ ჰქონდა. უფრო სწორად, ფრაზათი ეს ყველაფერს არღვევს, რაც რეალობის შესახებ გვეგონა, რომ ვიცოდით, აზრს მოკლებული იყო. ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩენა მარტივი ექსპერიმენტის შედეგად მოხდა. მეცნიერები სინათლის ნაწილაკებს, ფოტონებს, ბარიერის ორ პაცაცინა ჯრილს უშვებდნენ და მეორე მხარეს ეკრანზე აკვირდებოდნენ. თუ სად ეცემოდნენ ისინი? საკმაოდ მარტივია, არა? თუმცა, აქ ხდება უცნაური. როდესაც არავინ უყურებდა, როდესაც არ იყო დეტექტორი, დამკვირვებელი, ფოტონები ტალღებივით იქცეოდნენ. ისინი ვრცელდებოდნენ, ერთმანეთს გადაფარავდნენ და ეკრანზე ამ ულამაზეს ინტერფერენციულ ნიმუშებს ქმნიდნენ. მაგრამ როგორც კი მეცნიერებმა დეტექტორი დააყენეს იმის დასაკვირვებლად, თუ რომელ ჯრილში გაიარა თითოეული ფოტონი, ინტერფერენციული ნიმუში გაქრა. ფოტონებმა მოულოდნელად ისევ მყარი პატარა ნაწილაკებივით დაიწყეს ქცევა. ორ მკვეთრ ხაზად ეცემოდნენ. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? დაკვირვების აქტი, შეგნებული არსების მიერ ყურადღების მიქცევა. ფიზიკურად ცვლიდა მატერიის ქცევას. არა მეტაფორულად, არა ფილოსოფიურად, გაზომვად, ექსპერიმენტულად, განმეორებით. ფოტონმა რატომღაც იცოდა, რომ მას უყურებდნენ და ამის გამო შეცვალა ის, რასაც აკეთებდა. ახლა მინდა, რომ ამას ერთი წამით ამოისუნთქოთ, რადგან ადამიანების უმეტესობა ამას ისმენს და თავს აქნევს. ისე რომ სინამდვილეში მის სიმძიმეს არ აძლევენ საშუალებას, რომ მასზე დაჯდეს. ეს მისტიკა არ არის. ეს არ არის რაიმე უძველესი სულიერი ტექსტი, რომელიც პოეტურ მტკიცებას აკეთებს. ეს არის რეცენზირებული, ნობელის პრემიის ლაურეატის დონის მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ ცნობიერება და ფიზიკური რეალობა ისეთი განცალკევებული არ არის, როგორც ყოველთვის გვეგონა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რადგან შემდეგ გაჩნდა კვანტური ჩახლართულობა. და ეს არის ის, რამაც ალბერტ აინშტაინსაც კი უხერხულად აგრძნობინა თავი. მან მას შორიდან საშინელი მოქმედება უწოდა, რადგან არ სჯეროდა, რომ ეს რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო. მან წლები დახარჯა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მცდარი იყო. მას არ შეეძლო. აი, რა არის ჩახლართულობა. როდესაც ორი ნაწილაკი ურთიერთქმედებს შესაბამის პირობებში, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული ხდებიან. ჩახლართულები. და ამ მომენტიდან, რაც არ უნდა შორს წაიყვანოთ ისინი, ოთახის გადაღმა, ქალაქის გადაღმა, გალაქტიკების გადაღმა, ერთთან დაკავშირებული ყველაფერი მყისიერად მოქმედებს მეორეზე. თქვენ ცვლით ერთი ნაწილაკის მდგომარეობას
და მისი ჩახლართული პარტნიორი მყისიერად რეაგირებს. მათ შორის სიგნალი არ გადის. ინფორმაციის გაგზავნის დრო არ არის. მყისიერი. თითქოს ისინი ერთნაირ არსებობას იზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი მანძილით არიან დაშორებულნი. 1982 წელს ფიზიკოსმა სახელად ალენ ასპექტმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი მეცნიერების ისტორიაში. მან ფიზიკურად დაამტკიცა, რომ ჩახლართულობა რეალურია. რომ ნაწილაკებს შორის ეს უხილავი კავშირები ნამდვილად არსებობს და ნამდვილად მოქმედებენ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, რაც აინშტაინის წესების მიხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. და მაინც ეს ასე იყო. დამტკიცებული, დადასტურებული, რეალური. აი, კითხვა, რომლის პირდაპირ დასმაც, როგორც ჩანს, არავის სურს მეინსტრიმულ საუბარში. თუ სამყაროში ყველაფერი, მათ შორის თქვენ, თქვენი სხეული, თქვენი ტვინი, ყველა აზრი, რომელიც ახლა თქვენს ნეირონებში მოძრაობს, შედგება იმავე ნაწილაკებისგან, რომლებიც შეიძლება უხილავად დაკავშირებული დარჩნენ ნებისმიერ მანძილზე, რომლებიც რეაგირებენ დაკვირვებაზე, რომლებიც სრულად არ ერწყმის ერთ რეალობას მანამ, სანამ არ გაიზომება. მაშინ რას ამბობს ეს თქვენზე? რას ამბობს ეს თქვენს გონებაზე? რას ამბობს ეს თქვენი აზრების, გრძნობების და რწმენის ურთიერთკავშირზე და იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში? რადგან რა არის კვანტური ფიზიკის შესახებ ის, რასაც სახელმძღვანელოები ერთგვარად უგულებელყოფენ. ეს პრინციპები არ ვრცელდება მხოლოდ ლაბორატორიაში არსებულ პაწაცინა ნაწილაკებზე. ისინი ვრცელდება თავად რეალობის ქსოვილზე. და რეალობა თქვენც მოიცავს. ახლა მინდა გადავინაცვლო, რადგან ვიცი, რას ფიქრობთ ზოგიერთი თქვენგანი. თქვენ ფიქრობთ, კარგი, მაგრამ ნაწილაკები პაწაცინაა. მე ნაწილაკი არ ვარ. მე მთლიანი ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს გადასახადები, სამსახური და ცხოვრება, რომელიც, როგორც ჩანს, არაფერზე რეაგირებს. სამართლიანია. მოდით, ამაზე ვისაუბროთ. არსებობს მკვლევარი, სახელად დოქტორი ბრიუს ლიპტონი, უჯრედული ბიოლოგი, რომელმაც ათწლეულები გაატარა იმის შესწავლაში, თუ როგორ იღებენ და რეაგირებენ უჯრედები სიგნალებზე. და მისმა აღმოჩენამ ფუნდამენტურად შეცვალა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები. მან აღმოაჩინა, რომ ჩვენი უჯრედების ქცევას ძირითადად ჩვენი გენები არ აკონტროლებენ, როგორც ყოველთვის გვეუბნებოდნენ. მას აკონტროლებს გარემო, რომელსაც უჯრედი აღიქვამს. და ძირითადი გარემო, რომელზეც თქვენი უჯრედები რეაგირებენ, არ არის ის, რაც თქვენს გარეთ ხდება. ეს არის ის, რაც თქვენს გონებაში ხდება. მან ასევე აღმოაჩინა ის, რაც ნამდვილად უნდა შეგაჩეროთ. თქვენი ყოველდღიური ქცევის დაახლოებით 95%, თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი რეაქციები, თქვენი შაბლონები, თქვენი ჩვევები, ის თუ როგორ გამოიყურებით ურთიერთობებში, როგორ მართავთ ფულს, როგორ რეაგირებთ შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი არ მოდის თქვენი შეგნებული მოაზროვნე გონებიდან. ეს მოდის თქვენი ქვეცნობიერიდან. ბავშვობაში, ძირითადად 7 წლის ასაკამდე დაწერილი პროგრამებიდან. როდესაც თქვენი ტვინი სიტყვასიტყვით ჰიპნოზის მსგავს მდგომარეობაში მუშაობდა, ფართოდ გახსნილი, ფილტრის გარეშე შთანთქავდა ყველაფერს მის გარშემო. ყველაფერი, რასაც იმ წლებში არაერთხელ ისმენდით, კოდად იქცა. თქვენს ქვეცნობიერში არსებული რეალური პროგრამირება. ფული ხეებზე არ იზრდება, კი ცხოვრება რთულია. ჩვენნაირ ადამიანებს ასეთი შესაძლებლობები არ აქვთ. თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ მიიღოთ რაიმე ღირებული. თქვენ არ აგირჩევიათ ამ ყველაფრის დაჯერება. ისინი დაინსტალირებული იყო. და რა ამძიმებს სიტუაციას, მაშინაც კი თუ დღეს როგორც ზრდასრული, თქვენ შეგნებულად არ ეთანხმებით ყველა ამ განცხადებას, თქვენი ქვეცნობიერი მაინც ამუშავებს მათ ფონზე. დღეში 24 საათის განმავლობაში. კვირაში 7 დღე. როგორც აპლიკაცია, რომლის დახურვაც დაგავიწყდათ და რომელიც თქვენს ბატარეას ცლის. და სწორედ აქ ეჯახება ერთმანეთს კვანტური ფიზიკა და ადამიანის ფსიქოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი გზით. თქვენი ქვეცნობიერი შეხედულებები სიხშირეს წარმოქმნის. ვიცი, რომ ეს მოტივაციური პოსტერიდან რაღაცას ჰგავს, მაგრამ დარჩით ჩემთან, რადგან ამის ქვეშ ნამდვილი მეცნიერებაა. თქვენი გული, თქვენი ფიზიკური გული, წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც თქვენი სხეულის მიღმა რამდენიმე ფუტის მანძილზე ვრცელდება ყველა მიმართულებით. ეს გაზომილია. გულის მათემატიკის ინსტიტუტმა ეს კვლევა ფართოდ ჩაატარა. და ამ სფეროზე პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი ემოციური მდგომარეობა. ის, რასაც გრძნობთ. არა მხოლოდ ის, რასაც ფიქრობ, რასაც გულწრფელად გრძნობ ღრმა დონეზე. და რა ამოძრავებს იმას, რასაც გრძნობ ღრმა დონეზე?
შენი ქვეცნობიერის პროგრამირება. აი მარყუჟი, რომელშიც ადამიანების უმეტესობა ხაფანგშია, ამის ცოდნის გარეშე. შენი ქვეცნობიერი რწმენას ფლობს. ვთქვათ, მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც წარმატებას აღწევს. ეს რწმენა დაბალი დონის ემოციურ მდგომარეობას წარმოქმნის, შფოთვას, ეჯს, ერთგვარ მოსაწყენ დანებების სურვილს. ეს ემოციური მდგომარეობა თქვენი სხეულის ელექტრომაგნიტურ ველში ენერგეტიკულ სიხშირეს წარმოქმნის. ეს ველი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ შესაძლებლობებს, როგორ იქცევით, რა რისკებზე მიდიხართ, ვის იზიდავთ და იმ გზებითაც კი, რომელთა გაგებაც ახლა ვიწყებთ. შემდეგ კი ეს გარემოებები ადასტურებს თავდაპირველ რწმენას. ხედავ, ვიცოდი, რომ წარმატებას ვერ მივაღწევდი. და მარყუჟი იჯიმება. ეს არ არის ბედისწერა. ეს არ არის უიღბლობა. ეს არის ფიზიკა, რომელიც ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც უნდა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა იყენებს პროგრამას, რომელიც არ აურჩევიათ, ქმნის სიხშირეს, რომლის შესახებაც არ იციან და შემდეგ ფიქრობს, თუ რატომ უცვლელი რჩება მათი ცხოვრება, რამდენჯერაც არ უნდა შექმნან ვიზუალური დაფა ან რამდენ მოტივაციურ ვიდეოს უყურონ. და შეხედეთ, ამას განსჯის გარეშე ვამბობ. იმიტომ, რომ მეც ყოფილ ვარ იქ. იმიტომ, რომ ამის გაგება პირველი რეალური ნაბიჯია და ადამიანების უმეტესობა აქამდე ვერასდროს აღწევს. ასე რომ, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში მარყუჟის გაწყვეტა. იმიტომ, რომ სწორედ აქ ხდება ეს ნამდვილად მომხიბვლელი. ნეირომეცნიერმა დოქტორმა ჯო დისპენზამ, რომელმაც წლები დახარჯა ნეირომეცნიერების, ეპიგენეტიკისა და კვანტური ფიზიკის გაერთიანებაზე, აღწერა ათასობით შემთხვევა იმ ადამიანებისა, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს თავიანთი ჯანმრთელობა, ურთიერთობები, ფინანსური ცხოვრება, არაგარე გარემოებების შეცვლით, არამედ შინაგანი მდგომარეობის შეცვლით. და არა მხოლოდ აზრები, ემოციები. აი მთავარი განსხვავება, რომელსაც ის მუდმივად უბრუნდება და ეს არის ის, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. რაღაცაზე ფიქრი არ არის იგივე, რაც მისი რეალურად აღქმა. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში იფიქროთ სიუხვეზე. შეგიძლიათ ყოველდილით სარკეში გაიმეოროთ აფირმაციები. მაგრამ თუ ამ აფირმაციების ქვეშ არის მშვიდი, ფარული დინებათი კი, მაგრამ ეს ალბათ არ გამომადგება, ეს ფარული დინება უფრო ხმამაღალია, ვიდრე თქვენი სიტყვები. სამყარო, კვანტური ველი, როგორც არ უნდა უწოდოთ, არ რეაგირებს იმაზე, რასაც ამბობთ. ის რეაგირებს იმაზე, რასაც ვიბრირებთ. და თქვენ ვიბრირებთ იმ სიხშირეზე, რასაც გულწრფელად გრძნობთ. ასე რომ, ნამდვილი სამუშაო არ არის სწორი რაღაცეების თქმა. ნამდვილი სამუშაო არის სწორი რაღაცეების შეგრძნება. და ეს გაცილებით რთულია. იმიტომ, რომ თქვენი ნერვული სისტემა წლების გამოცდილებით არის გაწვრთნილი, რომ გარკვეულ საკითხებზე გარკვეული გრძნობები ჰქონდეს. განიცადოთ შფოთვა, როდესაც ფულზე ფიქრობთ, თუ ფული ყოველთვის მწირი იყო. იგრძნოთ დაცულობა, როდესაც სიყვარულზე ფიქრობთ, თუ სიყვარული ყოველთვის მტკივნეული იყო. იგრძნოთ ცინიკურობა დიდი შესაძლებლობების მიმართ, თუ შესაძლებლობები ყოველთვის ხელიდან გაუშვით. ამ ემოციური ნიმუშების გადაკეთება განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, ვიდრე ადამიანების უმეტესობა მოელის. სწორედ აქ ხდება, რომ მედიტაციის მსგავსი პრაქტიკები წყვეტენ მხოლოდ ველნეს ტენდენციას და იწყებენ რაღაც უფრო ახლოს იყვნენ პროგრამული უზრუნველყოფის რეპროგრამირებასთან. როდესაც ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში შედიხართ, თქვენი twini ნორმალური ფხიზელი ცნობიერების სწრაფი, დატვირთული ბეტა ტალღებიდან უფრო ნელ სიხშირეებზე, ალფა, თეტა, დელტაზე გადადის. და ამ უფრო ნელ სიხშირეებზე, თქვენს ცნობიერ გონებასა და ქვეცნობიერს შორის კარი უფრო ფართოდ იხსნება. კრიტიკული, სკეპტიკური ფილტრი, რომელიც ჩვეულებრივ იცავს თქვენს ქვეცნობიერს, სუსტდება. და ახალი ინფორმაცია, ახალი რწმენა, ახალი ემოციური ნიმუშები შეიძლება შემოვიდეს. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მედიტირებენ, აღნიშნავენ, რომ მათი მთელი ურთიერთობა ცხოვრებასთან იცვლება. არა იმიტომ, რომ ისინი მშვიდად სხედან და ბედნიერ ფიქრებზე ფიქრობენ. არამედ იმიტომ, რომ ისინი გულწრფელად იყენებენ და გადაწერენ კოდს, რომელიც შეიქმნა მანამ, სანამ ისინი საკმარისად დიდები გახდებოდნენ, რომ რაიმე აზრი ჰქონოდათ ამის შესახებ. მაგრამ მედიტაცია ამის მხოლოდ ერთი ნაწილია. მოდით, მოგიყვეთ რაღაცის შესახებ, რაც ვფიქრობ, ამ მთელი პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნაკლებად განხილული ასპექტია და ეს არის ის, რაც ხდება რაღაც ახლის დაჯერებასა და მის რეალურად გამოჩენას შორის თქვენს ცხოვრებაში. იმიტომ, რომ იქ არის ხარვეზი. და ადამიანების უმეტესობა არასწორად კითხულობს, რას ნიშნავს ეს ხარვეზი და ეს ანადგურებს მათ პროგრესს. აი, რა ხდება ხოლმე? თქვენ გადაწყვეტთ, რომ შეიცვლით.
შესაძლოა, წლების განმავლობაში გაკოტრებული იყავით და იღებთ ნამდვილ გადაწყვეტილებას. არა მხოლოდ სურვილს, არამედ რეალურ გადაწყვეტილებას, რომ ფინანსურ სიუხვეს მიაღწევთ. იწყებთ თქვენს შეხედულებებზე მუშაობას. იწყებთ მედიტაციას. იწყებთ გრძნობას, გულწრფელად გრძნობთ, როგორი იქნებოდა საკმარისი ქონა. და ცოტა ხნით ყველაფერი იცვლება. არის სიმსუბუქე, ოპტიმიზმი, რომელიც დიდი ხანია არ გიგრძვნიათ. და შემდეგ რაღაც ისე არ მიდის, როგორც უნდა დაამტკიცოთ, რომ სულელი იყავით, რომ იმედი გქონდათ. და ამ მომენტში ძველი ხმა ბრუნდება. ხედავთ, არაფერი იცვლება. ეს არ მუშაობს. ვინ მეგონა, რომ ვიყავი? მინდა ძალიან კონკრეტული ვიყო იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში იმ მომენტში. რადგან ეს ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. როდესაც ნამდვილად იწყებთ თქვენი შინაგანი სიხშირის შეცვლას, როდესაც იწყებთ ვიბრაციას სხვა დონეზე, თქვენს გარშემო არსებული სამყარო მყისიერად არ რეორგანიზდება. არის კალიბრაციის პერიოდი. თქვენი ძველი შაბლონები, თქვენი ძველი ურთიერთობები, თქვენი ძველი გარემოებები, ყველაფერი თქვენს ძველ სიხშირეზეა მორგებული. და როდესაც თქვენ იცვლებით, იქნება ხახუნი. როგორც ჩანს, ყველაფერი უკან დაიხევს. და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ადამიანების უმეტესობა ნებდება და ასკვნის, რომ ყველაფერი სისულელე იყო. მაგრამ სინამდვილეში რაც ხდება, უფრო ასეა. წარმოიდგინეთ, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდით სახლში, სადაც თერმოსტატი 60 გრადუსზე იყო დაყენებული. სახლში ყველაფერი 60 გრადუსს შეეგუა. მილები, ავეჯი, შიგნით მყოფი ადამიანები, ყველაფერი დაკალიბრებულია ამ ტემპერატურაზე. ახლა თქვენ თერმოსტატს 75-მდე აწევთ. გათბობის სისტემა ირთვება. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სინამდვილეში უფრო მეტი ხმაური, მეტი აქტივობა, მეტი დარღვევაა, ვიდრე მაშინ, როდესაც არაფერი იცვლებოდა. სისტემა მუშაობს იმისთვის, რომ გარემო ახალ გარემოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ცვლილებების დაწყებისას წარმოქმნილი წარუმატებლობები გათბობის სისტემის ჩართვაა. ეს არ არის იმის მტკიცებულება, რომ ცვლილებები არ ხდება. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს ხდება. კითხვა ის არის, შეგიძლიათ თუ არა ახალ გარემოში იმდენ ხანს დარჩეთ, რომ გარემომ დაეციოს. და ეს არის ნამდვილი გამოცდა იმისა, ნამდვილია თუ არა თქვენი ცვლილება, თუ ფუნდამენტურად კვლავ მოქმედებთ ძველი პროგრამიდან, პოზიტიური აზროვნების ახალი ფენის ქვეშ. სწორედ ამიტომ არის ემოციური კომპონენტი ასეთი კრიტიკული. რადგან თუ თქვენი რწმენა ახალი სიხშირის მიმართ მხოლოდ ინტელექტუალურია, თუ ის თქვენს თავში ცხოვრობს და არა თქვენს სხეულში, პირველივე რეალური ზეწოლა მას დაანგრევს. მაგრამ თუ ახალი სიხშირე ნამდვილია, თუ ის ჩადებულია თქვენს გრძნობებში და არა მხოლოდ თქვენს აზროვნებაში, მაშინ უკუსვლა იგივენაირად არ შეგიშლით. შეგიძლიათ სტაბილურობა შეინარჩუნოთ. და სამყარო, ან კვანტური ველი, ან ნებისმიერი ჩარჩო, რომელიც თქვენთვის მუშაობს, ამ სტაბილურობას სიგნალად აღიქვამს. როგორც დადასტურებას, რომ თქვენი ახალი სიხშირე რეალური და სტაბილურია და მზადაა შესატყვისად. ახლა მინდა ოდნავ გადავუხვიო აქ, რადგან ვფიქრობ, რომ არის რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც საკმარის ყურადღებას არ აქცევენ ასეთ საუბრებში და ეს არის სხეულის როლი. ამ საუბრის უმეტესი ნაწილი გონებაზეა ორიენტირებული. აზრებზე, რწმენებზე, პროგრამირებაზე. მაგრამ თქვენი სხეული არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც თქვენი გონება მოძრაობს. თქვენი სხეული თავისთავად ღრმად ინტელექტუალურია და ის ემოციურ მეხსიერებას ისე ინახავს, რომ თქვენს შეგნებულ გონებას ხშირად არ შეუძლია ცდომა. თქვენ ალბათ გამოგიცდიათ ეს. არსებობს სუნი, რომელიც მოულოდნელად 20 წლის წინანდელ გრძნობას აღვიძებს, სანამ თქვენც კი გაიგებთ რა გახსოვთ. ან შედიხართ ადგილას და მუცელი გეჭიმებათ იმის გამო, რომ ვერ განსაზღვრავთ რაიმე მიზეზს. ეს არის თქვენი სხეული, რომელიც ატარებს ემოციურ ინფორმაციას, სიხშირის ინფორმაციას, რომელზეც თქვენს შეგნებულ გონებას პირდაპირი ცდომა არ აქვს. და ეს შენახული ემოციური ინფორმაცია არის ნაწილი იმისა, რაც აყალიბებს თქვენს ენერგეტიკულ გამომავალს სამყაროში. ამიტომ სუნთქვა, მოძრაობა, სომატური პრაქტიკები, ის, რაც უშუალოდ სხეულთან მუშაობს და არა მხოლოდ გონებასთან, შეიძლება იყოს ასეთი ტრანსფორმაციული, როდესაც საქმე ეხება თქვენი ვიბრაციული გამომავალის რეალურად შეცვლას. შეგიძლიათ იფიქროთ ახალი რწმენისკენ, მაგრამ თუ სხეული კვლავ ინარჩუნებს ძველ ემოციურ ხელმოწერას, ძველი სიხშირე კვლავ გადაიცემა. თქვენ უნდა შეცვალოთ სხეულის ურთიერთობა გამოცდილებასთან და არა მხოლოდ გონების. სწორედ ამიტომ არის მადლიერება გაცილებით ძლიერი, ვიდრე ხალხი ზოგადად მიიჩნევს.
არა მადლიერება, როგორც ცნება, რომელზეც თქვენ ფიქრობთ. მადლიერება, როგორც განცდილი გამოცდილება, სითბოს, გახსნილობის, დაფასების ფიზიკური შეგრძნება, რომლის გენერირებაც შეგიძლიათ თქვენ სხეულში უკვე არსებულთან გულწრფელი კავშირის დამყარებით. ეს ფიზიკური მდგომარეობა იწვევს თქვენი გულის მიერ გენერირებულ ელექტრომაგნიტურ ველში გაზომვად ცვლილებას. და ეს ცვლილება რეალურია. ეს ცვლილება არის ის, რასაც თქვენ აგზავნით. კარგი, მოდით გავაახლოთ და ეს ყველაფერი ერთად შევაჯამოთ, რადგან მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს არ არის მხოლოდ იდეების საინტერესო კრებული, არამედ რეალურად მიგითითებთ სასარგებლო ადგილას. აი, რას ვფიქრობ, რომ ეს არის გულწრფელი, ნათელი სურათი იმისა, თუ რა ხდება. თქვენ არ ხართ გამოყოფილი თქვენს გარშემო არსებული სამყაროსგან. გამოყოფის ეს გრძნობა ის განცდა, რომ თქვენ ხართ ეს პატარა, იზოლირებული მე, რომელიც ცდილობს იბრძოლოს სამყაროში, რომელსაც განსაკუთრებით არ აინტერესებთ თქვენ. ეს სიტყვასიტყვით ილუზია, რომელიც წარმოიქმნება შეზღუდული სენსორული და კოგნიტური ინსტრუმენტების მიერ, რომლითაც დაიბადეთ. ნაწილაკების, ველების და ენერგიის დონეზე არ არსებობს მკაფიო ზღვარი იმას შორის, თუ სად მთავრდებით და სად იწყება სამყარო. თქვენ ხართ ერთიანი, ღრმად ურთიერთდაკავშირებული სისტემის ნაწილი, რომელიც რეაგირებს, რომელიც საკუთარი ფიზიკური კანონებით უნდა რეაგირებდეს იმაზე, რასაც მასში ათავსებთ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა მასში რაღაცეებს არაცნობიერად ათავსებს. ისინი ავრცელებენ სიხშირეს, რომელიც მათ არ აურჩევიათ, მათ მიერ არ დაწერილი პროგრამების საფუძველზე, შემდეგ კი განიცდიან რეალობას, რომელიც შეესაბამება ამ სიხშირეს და ასკვნიან, რომ ცხოვრება ასეა. ეს ასე არ უნდა იყოს. ამის რეალური შეცვლის, იმის შეგნებული კონტროლის აღების პროცესი, რასაც ავრცელებთ, მოიცავს რამდენიმე ფაქტორის ერთად მუშაობას. პირველ რიგში, თქვენ ნამდვილად უნდა გააცნობიეროთ, თუ რა არის თქვენი ამჟამინდელი პროგრამები. არა ბუნდოვანი გაგებით. კერძოდ, რისი გჯერათ სინამდვილეში, არა იმედის, არა სურვილის, სინამდვილეში ინტუიციურად გჯერათ, ფულზე, სიყვარულზე, იმაზე, რასაც იმსახურებთ, იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია თქვენნაირი ადამიანისთვის. ეს შეხედულებები, როგორც წესი, ყველაზე თვალსაჩინოა თქვენს ემოციურ რეაქციებში და არა თქვენს ფიქრებში. რაც გაგრძნობინებთ დაჩიმულობას და წინააღმდეგობას, როგორც წესი, არის ის, სადაც შემზღუდველი პროგრამა ცხოვრობს. მეორეც, თქვენ უნდა შეასრულოთ ამ პროგრამების შეცვლის რეალური სამუშაო და ეს სამუშაო ქვეცნობიერის დონეზე მოხდეს, მედიტაციის, სუნთქვის ვარჯიშების, ნამდვილი ემოციური ჩართულობით შესრულებული ვიზუალიზაციის, ახალი ემოციური რეაქციების მუდმივი არჩევით, როდესაც ძველი ტრიგერები გამოჩნდება. ეს ერთჯერადი ქმედება არ არის. ეს პრაქტიკაა. ისევე, როგორც ფიზიკურ ფორმაში ვერ მოხვდებით სპორტდარბაზში ერთხელ დიდი ენთუზიაზმით წასვლით. თქვენ არ გადაწერთ ათწლეულების განმავლობაში ქვეცნობიერის პროგრამირებას ერთი ძლიერი მედიტაციის სესიით. მესამე, და ეს არის ის ნაწილი, რომელიც განასხვავებს იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ხედავენ, როგორ იცვლება მათი ცხოვრება იმ ადამიანებისგან, რომლებიც რჩებიან კითხვის, სწავლისა და ყურების ციკლში და არასდროს იცვლებიან სრულად. თქვენ უნდა იმოქმედოთ საკუთარი თავის ახალი ვერსიიდან, სანამ გარეგანი მტკიცებულებები გამოჩნდება. არა შემდეგ, მანამდე. სწორედ აქ ჩერდებიან ადამიანების უმეტესობა. მათ ჯერ მტკიცებულება სურთ. მათ სურთ ანგარიშზე ფულის დანახვა, სანამ თავს ფინანსურად დაცულად იგრძნობენ. მათ სურთ ურთიერთობის დანახვა, სანამ თავს სიყვარულის ღირსად იგრძნობენ. მათ სურთ წარმატების დანახვა, სანამ თავს წარმატებულ ადამიანად იგრძნობენ. მაგრამ ეს ძველი ლოგიკაა. ეს მატერიალური სამყაროს ლოგიკაა. კვანტური მოდელი საპირისპირო მიმართულებით მუშაობს. შინაგანი მდგომარეობა პირველ ადგილზეა. გარე რეალობა მოსდევს. მაშ როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკულად? ეს ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას იმ ადამიანის სახით, ვინც ხდები და არა იმ ადამიანის სახით, ვინც იყავი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც შესაძლებლობა ჩნდება, რომელსაც შიშის გამო დაივიწყებდი, შიშს ამჩნევ და მაინც იყენებ შესაძლებლობას. არა დაუფიქრებლად, არამედ იმ პოზიციიდან, რომ ეს არის ის, ვინც ხდები. ეს ნიშნავს, რომ როდესაც წარუმატებლობას წააწყდები, მას ძველი გზით არ ყვები. ახალ ისტორიას ინარჩუნებ. მაშინაც კი, როცა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულია. და შემდეგ არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ყველაზე რთულია ახსნა პასიური ან კონტრპროდუქტიული ჟღერადობის გარეშე. და ეს არის დანებება. არა დანებება. არა დანებების სურვილი. არამედ ნამდვილი გათავისუფლება იმ აუცილებლობისგან, რომ ზუსტად გააკონტროლო, თუ როგორ და როდის მოდის ის, რაც გინდა. რადგან აი, პარადოქსი.
რაც უფრო სასოწარკვეთილად ეჭიდები რაღაცას, მით უფრო აძლიერებ მისი არქონის განცდას. სასწრაფო და შფოთვა ნაკლებობის სიხშირეებია. ისინი ავრცელებენ ეს ჯერ არ მაქვს და მეშინია, რომ ვერ მივიღებ, სტაველი შესაბამისად რეაგირებს ამ სიგნალზე. მაშინ როდესაც ნამდვილი ნდობა, ისეთი რომელიც მოდის იმის ჭეშმარიტად შინაგანი გაცნობიერებით, რომ თქვენ და სამყარო ერთ გუნდში ხართ, რომ თქვენი კეთილდღეობა ისეთივე ბუნებრივია ამ სისტემისთვის, როგორც პლანეტების ორბიტა, ეს მდგომარეობა სიუხვეს ავრცელებს. ის მოსვლას ავრცელებს. და ველი ამაზეც რეაგირებს. საქმე არ არის პასიურობაში და იმის მოლოდინებაში, რომ ყველაფერი თქვენს კალთაში ჩავარდება. თქვენ მაინც მოქმედებთ. თქვენ კვლავ მუშაობთ. თქვენ კვლავ დგამთ ნაბიჯებს. მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ ძალიან განსხვავებული შინაგანი ადგილიდან. თქვენ ამას აკეთებთ, ეს უკვე მოძრაობაშია ადგილიდან და არა ემე სასოწარკვეთილად ვცდილობ ამის განხორციელებას. გარედან მოქმედებები თითქმის იდენტურად გამოიყურება. მათ უკან არსებული ენერგია სრულიად განსხვავებულია. და ენერგია არის ის, რაზეც სამყარო რეაგირებს. ვიცი, რომ აქ ბევრი რამ განვიხილეთ და მინდა, რომ ამის ბოლო ნაწილი კონკრეტული რამის მოწოდებაში დავხარჯო. რადგან ყველაფერი, რაც გაგიზიარეთ, არაფერს ნიშნავს, თუ ის თქვენს თავში საინტერესო იდეების ერთობლიობის სახით რჩება და არა რეალურად შეცვლის დღის მსვლელობას. ასე რომ, მოდით ეს დაგტოვოთ. დაიწყეთ ყურადღების მიქცევა იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას ფიქრობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს სინამდვილეში, როდესაც ფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, წარმატება, მიზანი, რაც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის. ყურადღება მიაქციეთ ამ აზრების ემოციურ ტექსტურას. არის თუ არა მათ ქვეშ აღფრთოვანება? თუ არის მშვიდი შფოთვა? გრძნობა იმისა, რომ გსურთ ეს, მაგრამ არ გჯერათ, რომ ის ნამდვილად ხელმისაწვდომია თქვენთვის. ეს გრძნობა მონაცემებია. ის ზუსტად გეუბნებათ, რა სიხშირით იყენებთ ამჟამად. არ არის აუცილებელი ამის დაუყოვნებლივ გამოსწორება. თქვენ უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ ეს. რადგან გაცნობიერება არჩევანის დასაწყისია. ხოლო არჩევანი დროთა განმავლობაში შეგნებულად გამოყენებული არის ის, თუ როგორ წერთ პროგრამას. შემდეგ, ყოველდღე იპოვეთ ერთი ნამდვილი რამ, რისთვისაც მადლიერებას გრძნობთ. არა ის, რაზეც მადლიერებით უნდა იფიქროთ, ის, რაზეც რეალურად უნდა იგრძნოთ. დაჯექით მასთან. მიეცით საშუალება, რომ გულმკერდი გაგითბოთ. დაე, ეს თქვენს სხეულში რეალური იყოს და არა უბრალოდ მონიშნული ყუთი. გააკეთეთ ეს დილით ტელეფონის შემოწმებამდე. სანამ დღის ხმაური შემოვა. დაიწყეთ დღის მაუწყებლობა ამ სიხშირეზე. შემდეგ, როდესაც წარმოიდგენთ იმას, რაც გსურთ, და მე ვფიქრობ, რომ უნდა წარმოიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია, ნუ წარმოიდგენთ მას ისე, როგორც ფილმს, რომელსაც უყურებთ. შეაბიჯეთ მასში. იგრძენით ეს შიგნიდან. როგორია თქვენს სხეულში უკვე ამ. თუნდაც თავიდან უხერხულად გეჩვენებოდეს. twini ვერავლებ ნათელ ხაზს ნათლად წარმოდგენილსა და რეალურად განცდილ რამეს შორის. როდესაც ვიზუალიზაციის გზით ნამდვილ ემოციურ მდგომარეობას ქმნით, ამ სიხშირეს ისევე დარწმუნებით ავრცელებთ, თითქოს ეს უკვე რეალური იყოს. შემდეგ კი იმოქმედეთ. გააკეთეთ ერთი რამ დღეს, რასაც ის ადამიანი გააკეთებდა, ვინც ხდებით. არა ის ადამიანი, ვინც იყავით. ის ადამიანი, ვისადაც იზრდებით. ეს არ უნდა იყოს უზარმაზარი რამ. შეიძლება პატარაც იყოს. მაგრამ გააკეთეთ. მიეცით სამყაროს დასტური, რომ თქვენი ახალი სიხშირე რეალურია. რადგან სიმართლე, რომელსაც ფიზიკა ნელ-ნელა მეთოდურად ეწევა, არის ის, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ცხოვრების უძლური დამკვირვებელი. თქვენ მონაწილეობთ ენერგიის ღრმად ურთიერთდაკავშირებულ, მგრძნობიარე ველში. რასაც მასში შეიტანთ, ის უკან აბრუნებს. რასაც ჩადებთ, გამოდიხართ. ყოველთვის არა მყისიერად. ყოველთვის არა იმ ფორმით, როგორც ელოდით. მაგრამ ისეთი თანმიმდევრულობით, რომ როგორც კი ყურადღებას დაიწყებთ, აღარ ჰგავს დამთხვევას. თქვენ ყოველთვის შეგეძლოთ ამის გაკეთება. ეს უნარი არ გამქრალა. ის უბრალოდ დაიმარხა წლების განმავლობაში სხვა ადამიანების პროგრამების, სხვა ადამიანების რწმენის, საზოგადოების მასშტაბით მიღებული შეთანხმების ქვეშ, იმოქმედონ რეალობის გაცილებით მცირე ვერსიაში, ვიდრე ის რეალურად ხელმისაწვდომია. ეს ყველაფერი არ არის მუდმივი. ეს ყველაფერი არ არის ფიქსირებული. და ეს ყველაფერი არ არის ის, ვინც ხარ. შენ არ ხარ შენი განპირობებულობა. შენ არ ხარ შენი ისტორია.
შენ არ ხარ ის სიხშირე, რომლითაც დღემდე მოძრაობდი. შენ ხარ ის, ვინც აირჩია აქ ყოფნა ახლავე, ამის მოსმენა, რაც ნიშნავს, რომ შენი რაღაც ნაწილი უკვე იცის, რომ განსხვავებული გამოცდილება შესაძლებელია. ენდე ამ ნაწილს. განავითარე ეს ნაწილი. მიეცი საშუალება, რომ ის ოთახში ყველაზე ხმამაღალი ხმა გახდეს. რადგან სამყარო გისმენს. ის ყოველთვის გისმენდა. კითხვა არასდროს ყოფილა ის, გიპასუხებდა თუ არა. კითხვა არის ის, რას აპირებ თქვა.